მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სოციალურ თემატიკას მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და მომდევნო 1 საათის განმავლობაში ვიმუშავებ თქვენთან ერთად ძალიან საინტერესო სტუმრები არიან დღეს ჩვენი სტუმრები ყავს გადაცემაში საფრანგეთიდან გვერდება გიორგი ფხაკაძე ჩემი კოლეგა პროფესორი მოგესალმები გიორგი დიდი მადლობა რომ მიიღებ გადაცემაში მონაწილეობას მოგესალმები ნათია, უბრალოდ შეგეშალე გიორგი ფხაკაძეში. ფხაკაძე. ეს პროფესორი არ ზოგადად. არა, პროფესორი განათლების სტატუსით მაქვს ეს. კი ბატონო. პროფესორის დიპლომი, მაგრამ ისე არა. კი ბატონო. და სტუდიაში ჩვენ სტუმრად გვყავს ირაკლი მურცხოვაძე, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი და რა თქმა უნდა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ფასებზე, ფასების ზრდაზე და იმ პრობლემაზე, რაც არის რეალურად საქართველოში. გიორგი, მე მინდა პირველი კითხვა დაგისვა შენ, რადგან რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც თქვენ შედიხართ სუპერმარკეტში, ყიდულობთ დაახლოებით 14 евро ძალიან ბევრ პროდუქტს და ამ ვიდეომ საკმაოდ სერიოზული ნახვები დააგროვა საქართველოში. ნამდვილად მე პირადად გამიჩნდა სურვილი რომ ჩამოვიდე ხოლმე მან შევიძინო პროდუქტი და შემდეგ დავბრუნდე უკან საქართველოში. კითხვა მექნება ასეთი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შექმნა ფასებთან დაკავშირებით კომისია, თუმცა მე პირადად ვერ გეტყვით ამ კომისიამ რა გააკეთა საერთოდ, რაში გაიხარჯა ხელფასები და ის ფული, რაც ამ თანამშრომლებმა აიღეს და რა შედეგი გამოიღო ამ კომისიის შექმნამ. პრემიერის თქმით 10 ლარი ღირს ხორცი, მე და ბატონი ირაკლი საუბრობდით სანამ გადაცემა დაიწყებოდა და ეს სასაცილოც აღარ არის უკვე, იმიტომ რომ საქართველოში ხორცის ფასი ძალიან კარგად ვიცით რაც არის. და ასევე სხვადასხვა თუნდაც ხილი, ბოსტნეული გასულ წელს ლეგენდად დადიოდა ირაკლი დამეთანხმება ბალთან დაკავშირებით ფასი ხომ ასეა ირაკლი მე მგონი შეყვარებულებს ეპატიჟებოდნენ ხოლმე წამოდი ბალზე უნდა დაგპატიჟავო ხომ მეთანხმები ჩემი სტუდენტები ნამდვილად ასე კი იმიტომ რომ იმდენად იყო გაძვირებული ყველაფერი არც ახლა გვაქვს ასე რომ თქვათ დაბალი ფასები მე მინდა გკითხოთ გიორგი როგორ აფასებთ იმ ვითარებას რაც არის ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით და რატომ გვაყრის ასე რომ ვთქვათ თავრობა თვალშინაც არის იმ კუთხით რომ ჩვენ ყველა შევდივართ დღეს მარკეტში ყველა მივდივართ ბაზარში და რეალურად ვხედავთ რა ფასებთან გვაქვს საქმე ხომ კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმები ნათია, მივესალმები ჩვენი სტუდიის სტუმარს, მივესალმები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. პრიანი ჩემზე უკეთესად ირაკლი გასცემს ამ კითხვაზე პასუხს. მე უბრალოდ ჟურნალისტის გადმოსახედიდან შემიძლია გითხრა ეს ყველაფერი. ეს სხვადასხვა ეს რეპორტაჟი მე რაც გავაკეთე, პირველი არ არის, მე 2020 წელშიც დაახლოებით იგივე მაქვს გაკეთებული, უფრო ცლად იგივე ოშანი საფრანგეთში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სუპერმარკეტების ქსელი, არ არის ვთქვათ არც ალდი, არც ლიდლი და არც ნეტოს ეს რა ქვია დისკაუნტის სუპერმარკეტების ქსელი, ეს არის საკმაოდ ესეთი სადაც შედის საშუალო და უფრო მაღალი კლასის წარმომადგენლები შედიან ამ ემაში, რა ქვია ამ სუპერმარკეტში, ხო? პირველ რიგში მე ხარ რასაც უყურებ ჩვენი ერთ-ერთი ამ კომისიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის რომ ესენი შეიკრიბენ უბრალოდ წყლის დასანახავად და არაფერი სხვა არაფერი მიზანი არ ყოფილა მათთვის ხო ან უბრალოდ შეიკრიბენ წყალი დანაყეს და კრება დარჩა მხიარული თორემ იქ უნდა განეხილათ საქართველოს ეროვნული ბანკის რა ქვია ჩართულობა ამ ემაში რა პროცესებში იქ უნდა განეხილათ ბაზრის დივერსიფიცირების რა ქვია საკითხები იქ უნდა განეხილათ სწორედ ის ასოცირების ხელშეკრულების ჩვენა ვალდებულებები გვაქვს აღებული ბაზრის დივერსიფიკაციაზე და ფასების რეგულირებაზე ჩვენ არა ვართ ამერიკული დემოკრატია ეს რა ქვია
ნაწილი ქვეყანა ჩვენ ვართ ევროპული დემოკრატიის ნაწილი, რომელსაც პირდაპირ ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს დადებული ევროკავშირთან და გვაქვს ძალიან ბევრი დირექტივა, რომლის თანახმადაც პირდაპირ ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას და სინქრონიზაციას იმისათვის, რომ ფასები იყოს რეგულირებადი, ფასები იყოს დაბალი და ყველა სოციალურად ყველა კლასმა შეძლოს ყველაზე ელემენტარული ის რაც ახლა მე ვიყიდეთ ეს იყო ელემენტარული ხო აი ელემენტარული ვიყიდე ზეთი ხორცი ეს რა ქვია ბრინჯი კარაკი და ყველი ხო და პური ეს არის ელემენტარული მოთხოვნეს ეს რა ქვია კალათა რომელიც საქართველოში და ეს უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და დაკმაყოფილებული ხო ამიტომ მე ამ კომისიისადმი მქონდა ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა ისევე როგორც ჩვენ და ისევე როგორც ჩვენ სტუმარს და ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს რას ემსახურებოდა ეს კომისია ეს იყო უბრალოდ თვალებში ჩემთვის ეს იყო უბრალოდ თვალებში ნაწრის შეყრა თუ შენ მონოპოლისტი არ ჩახსენემი და რა ქვია სადისტრიბუციოდან აღმოჩნდა რომ მონოპოლისტები არიან სადისტრიბუციო ეს რა ქვია ფირმები ამასაც ხოცების ეს აკონტროლებს რა ქვია წარმომადგენლობა და ხოცების დაქვემდებარებული ფირმები ზოგი ძმის არის ზოგი ძმაკაცის ზოგი ამის ზოგი იმის ზოგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემომწირველია ემაში რა ქვია ხოცალაროში ხო ანუ ეს ყველაფერი თუ არ განიხილე გაანალიზე რაიმე ილაპარაკეს იმაზე რომ ბაზარზე შემოიყვანონ ადგილობრივი ფერმერები არც არაფერი იქნება და ადგილობრივი ფერმერების შემოყვანამ უფრო მეტად ჩამოწიოს ფასები მაგრამ იმპორტ-ექსპორტის წილი როგორი უნდა იყოს ემაში რა ქვია სახელმწიფოში აი იმისათვის რომ ფასები დარეგულირდეს არაფერი მე არათუ შემოყვანა გიორგი არამედ ხელის შეწყობაც არ აქვთ ჩვენს ფერმერებს მე ხშირად მინახავს როდესაც რაიონებში მივდივარ გადაღებებზე რომ აი მაგალითად ლაგოდეხში გაფუჭებული მოსავალი გადაყარეს იმიტომ რომ რეალიზაცია ვერ მოხდა ბოსტნეულის ანუ ვერ ხერხდება ნახეთ ჩვენთან ძირითადად შემოდის თურქეთიდან ხომ ბოსტნეული და როგორც თურქეთი უწყობს მე ხშირად დამისვამს ეს კითხვა ჩემს გადაცემებში ხელს თავის ფერმერებს აქ არის მაცივრების შესანახი აქ არის თუნდაც სეტყვის საწინააღმდეგო კუთხით სხვადასხვა მოწყობილობები აქ არის სათბურები რაც ძალიან დიდ თანხასდებს თურქეთი ამაში ხომ როგორ შეიძლება რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფერმერს ვერ შეუწყოს ხელი ასევე აქ არის კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა სხვადასხვა გრანტები სადაც ფერმერებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ითხოვენ ნახეთ მე მინდა რომ სწორად გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა ყველა ფერმერი აქ ვერ იღებს მონაწილეობას, ვერ გაიმარჯვებს, რადგან ითხოვენ დიდ ბრუნვას, დიდ შემოსავალს. დამწყები ფერმერისთვის არანაირი გრანტი და პროექტი არ არსებობს, რომ მიიღოს მონაწილეობა. ჯერ იმდენი საბუთების შეგროვება, იმდენჯერ ჩამოსვლა თბილისში, რომ ადამიანს სურვილი აღარ უჩნდება, რომ რაიმე პროექტში მიიღოს მონაწილეობა. დავუშვათ, მე ვარ დამწყები ფერმერი. მე არანაირი ბრუნვა არ მაქვს, დავიწყე გუშინ. ხო, არ მაქვს უფლება, რომ მივიღო სახელმწიფო პროექტში ან პროგრამაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მე ბრუნვა არ მექნება გიორგი ანგარიშზე. დამწყები ვარ, ხო? რა თქმა უნდა გააქვს მაგაზე როცა მე ვლაპარაკობდი რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ძალიან ბევრი ვალდებულება აღებული და რომელსაც არ ვასრულებ ნატია ამაშია საქმე და ამაზე ვლაპარაკობ მე ზუსტად გაიხსენე სულ რაღაც 2 თვის წინ როდესაც ევროკავშირმა ხელი მოაწერა ლათინური ამერიკის ქვეყნებს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ხორცის შემოტანის შესახებ ხელშეკრულებას, ხორცის პროდუქტების შემოტანის ხელშეკრულებას ევროკავშირის ტერიტორიაზე. ის ქვეყნები, რომლებიც ესენი იყვნენ, რა ქვია,
ხორცის მწარმოებლები იყვნენ, განსაკუთრებით აი ყველაზე მეტად განიცადეს ეს რუმინელებმა, გერმანელებმა და ფრანგებმა. აი ევროპარლამენტი ფაქტურად დაანგრიეს, ხო, ისეთი რაღაცები ხდებოდა და გერმანიაში და საფრანგეთში და რუმინეთში გადაკეტილი იყო ეს რა ქვია ავტობანები და რა ვიცი რა არ გააკეთეს, იჭხუბეს, ითავწებეს და გაიტანეს თავისი. ევროკავშირმა თქვა, რომ ისინი შეცდნენ თავის გათვლებში და ბოდიში მოუხადეს, იმიტომ რომ ამ ყველაფრით ეხლა დაუშვათ თუ ლიტვა, ლატვია, ესტონეთის, პოლონეთის, ჩეხეთისთვის ეს არის მისაღები და ძალიან კარგი ესეთი იმპორტზე შემოტანილი ესა რა ქვია ხორცს პროდუქტები ფრანგებისთვის ეს წამგებიანია დაუშვათ რუმინელებისთვის წამგებიანია გერმანელებისთვის წამგებიანია ანუ ჩვენთან ესეთი კვლევა ელემენტარული კვლევები არ ხდება ხო შენ წარმოგიდგენია ევროკავშირმა დაიხია უკან და ბოდიში მოიხადა იმაზე ფერმერებს მოუხადა ბოდიში რომ მათ არასწორად დათვალეს ეს ყველაფერი და არასწორად ემასნეს რა ქვია გააკეთეს ხო ჩვენთან მსგავსი რამე ხდება მე არასოდეს ბაზარი გამოიკვლიეს ეხლა შენ რაც თქვი ფერმერებზე მე არაერთხელ ხდება ხოლმე სოციალურ მედიაში აი ეს ყველაფერი როდესაც ისა რა ქვია ჩვენი ფერმერები ადგილობრივი წარმოებლების სოფლის მეურნეობის მუშაკების სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები წერენ რომ აი მიფუჭდება ვთქვათ პომიდორი მიფუჭდება ბადრიჯანი მიფუჭდება ეს მიფუჭდება რისთვის რატო როდესაც შენ შედიხარ კარფუში და ესა რა ქვია პომიდორი ხის რაღაცა არარეალური ფასი ხო როდესაც აგერ შენს ემას რა ქვია გლეხს შეუძლია ეს მოიყვანოს და იმისგან შეისყიდოს აი წარმოუდგენელი რაღაცა ხდება ამიტომ მე ამ კომისიას ესა რა ქვია ნათია დავარქვი აი წყლის ნახვის ესა რა ქვია კომისია და თვალებში ნაცრების შექმნის შეგვაყარეს ესა რა ქვია თვალებში ნაცრები და რეალურად საქართველოში ფასები იზრდება თან შენ წარმოგიდგენ მე გადავიღე ეს ერთ-ერთ ყველაზე ძვირ სუპერმარკეტში მე მომავალ კვირაში გადავიღებ აი ნეტოში და ლიდლში რა ფასებია საფრანგეთის მოქალაქეებისათვის და კიდე იმ დღეს გადაცემაში მეგოჩა და გიორგი ვამბობდით რომ ფრანგები ტირიან ამას რომ ფასება მოიმატაოთ ჩვენ რაღა ვთქვათ მაშინ კი, ამოდით ირაკლის მოусმინოთ გიორგი, როგორ აფასებს ეკონომისტი. რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე თუნდაც ჩვენი სოფლის მეურნეობის კუთხით ხელშეწყობაზეც რომ ვილაპარაკოთ ირაკლი, თუმცა რა თქმა უნდა დავიწყოთ ჯერ ფასებით და იმ გაძვირებით, რასაც ჩვენ ხედავთ განსაკუთრებით ყოველთვის მეცოდებიან ხოლმე პენსიონერები, რომლებსაც საკვებსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ და რა თქმა უნდა სოციალურად დაუცველი პირები არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში კიდევ პირველ ადგილზე ვართ. მე არ ვსაუბრობ რომ უცებ გადავარდა ბავშვი მოკვდა ხომ? არა. ბავშვები იღუპებიან არასრულფასოვანი კვების გამო, იმიტომ რომ დღეს მხოლოდ პურით იკვებებიან. ეს არ არის ჩემი მოგონილი UNICEF-ის მიერ დაწერილი კვლევაა, მინდა ხელისუფლებას მივმართო და იმ ადამიანებს კი ბატონო. კი ბატონო. გისმენთ ირაკლი. მოგესალმებით ბატონცემოვნათია, მივესალმები ბატონ გიორგის, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ძალიან მესიამოვნა ის რაც მოვისმინე ბატონი გიორგისგან, იმიტომ რომ ჟურნალისტი აშკარად უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი უკეთესად ფლობს ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკაზე, ვიდრე ბევრი ჩვენი პარლამენტარი. ნამდვილად. ეს ერთის მხრივ რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ მეორეს მხრივ გულსატკენი არის, რომ რატო არ შეიძლება რომ პარლამენტში გვყავდეს კვალიფიციური ადამიანები. მეორე ის რაც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, ის ერთ-ერთი კომპონენტია და ძალიან მნიშვნელოვანია დავეთანხმები და განვავრცობ კიდევაც. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ფასების ზრდაზე ქვეყანაში, ხო? ეგრე ყველაფერი ძვირდება. მარტივი სიტყვებით შევეცდები ვთქვა, რომ არ გავართულო და ჩვეულებრივ მაყურებელმა რომ აღიქვას ეს. შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც მიზანი იყო დაედგინა თუ რა იწვევს ფასების ზრდას და შემდეგ საკანონმდებლო დონეზე მიეღო გადაწყვეტილებები, რომ ეს ფასების ზრდა შეემსუბუქებინა, შეემცირებინა, ხო? დადგენისთვის ვის უნდა დაუძახო პირველ რიგში? 3 უწყებაა. ეს არის პირველი, როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, ეროვნული ბანკი, რომელიც არის საერთოდ ის დაწესებულება უწყება, რომელიც ქვეყანაში ბეჭედავს ფულს და მიაწოდებს ფულს ბაზარს. ანუ ფასების ზრდას, ინფლაციას, ყველას დიდი ზეგავლენა აქვს ეროვნულ ბანკს.
მეორე ეს არის ფინანსთა სამინისტრო. ფინანსთა სამინისტრო არის უწყება, რომელიც ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტს. ბიუჯეტი არის ყველაზე დიდი მხარჯველი სახელმწიფო საქართველოში. არც ერთი ცალკე მდგომი ბიზნესი ახლოსაც ვერ მივა იმ თანხებთან, რასაც ხარჯავს ბიუჯეტი. ანუ მისი ხარჯვა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ფასებზე ქვეყანაში. და მესამე შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე გამოსახვენი აქ და ბიზნესზე რახან ლაპარაკობთ, ეს არის ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელსაც უნდა ელაპარაკა თუ რა სიტუაცია ქვეყანაში კარტელებთან დაკავშირებით. აი მაგალითად უნდა ეთქვა, რამდენი კომპანია ფარმაცევტულ ბაზარზე და რა წამყვანი 2-3 კომპანია რა წილის მფლობელი არის, რა სანქციები გადადგეს, რომ ეს მონოპოლია ან ოლიგოპოლია დაეშალათ, ხო? აი ამ სამი უწყებიდან რომელი მივიდა და რომელმა განახორციელა ასეთი შეხვედრები აი ამ საპარლამენტო კომისიაზე. არც ერთმა და განსაკუთრებით არასდროს არ ეხებიან ხოლმე ფარმაცევტულ კომპანიებს, რაც აი მართლა აღრჩობს თვითონ იქ არიან სულ ყველა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი პარლამენტში და საკუთარ თავს ხوار შეეხებიან. თავის თავს ხوار მოიცლია. ხო, აი მართალსამოს ბატონი გიორგი. ახლა ნახეთ რა პრობლემა არის. პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის მთავრობის ზედამხედველობა. ანუ როგორ მუშაობს მთავრობა, ის აკონტროლოს. პირველ რიგში ბიზნესის ზედამხედველობა არ არის პარლამენტის ფუნქცია. პირველ რიგში შენ ეროვნული ბანკი უნდა დაიბარო და უნდა დაიბარო ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომ აგიხსნან, აბა რა ხდება, ზედმეტი ფული ხوار დაბეჭდე. ეხლა ყველას არ ესმის ეს საკითხები პარლამენტში. გასაგებია იქ ეხლა ეკონომისტებზე მეტი მე მგონი დღესდღეობით სპორტსმენი არის, მაგრამ ნუ არა უშავს. მე ეს არის მაკროეკონომიკის საფუძვლები, აი ესე ქვია. მე ამ საგანს ვასწავლე პირველ კურსელ სტუდენტებს. შვენივრად იგებენ, იქ არ არის უმაღლესი მათემატიკის ცოდნა საჭირო, საკმაოდ მარტივ ენაზე ახსნილი. დავიჯეროთ, ჩემი პირველი კურსელი სტუდენტები ხვდებიან ამას და იგებენ და პარლამენტარები ვერ გაიგებდნენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი რომ ისულიყო და განემარტა მათთვის რა ხდება, რატო იზრდება ფასები. ფინანსთა მინისტრი რომ ისულიყო და თავისი მხრივ ფისკალური პოლიტიკა ქვია მაგას ეკონომისტების ენას, მაგრამ ამას უფრო დიდი ზეგავლენა აქვს ქვეყანაში ფასების ზრდაზე. ფინანსთა მინისტრი როგორ ხარჯავს ფულს, ვიდრე მთელი ის ბიზნესები, რასაც შეხვდნენ, ხო? რატო არ დაიბარეს, რატო არ შეხვდნენ, ანუ როგორ გამოდის, იცით, რომ პარლამენტს აქვს დაკარგული რეალური ფუნქცია, ის რაც არის მთავრობაზე ზედამხედველობა, პირიქით არის რეალურად რო შევხედოთ, მთავრობის ქვეშევრდომი, პრემიერ-მინისტრმა უთხრა, რომ გააკეთეთ კომისია და გააკეთეს კომისია, შემდეგ რეალურად ვინც უნდა მოეწვიათ ის ადამიანები, არ მოიწვიეს იმ საკითხებზე, რომელზეც უნდა ემსჯელოთ, არ იმსჯელეს. რატომ? იმიტომ რომ აღმოჩნდებოდა, ახლა გეუბნებით პირდაპირ. ქვეყანაში ინფლაციის პირველი წყარო და ფასების ზრდის პირველი წყარო რა არის? ის რომ ყოველწლიურად საქართველოში იბეჭდება და ბაზარზე გამოდის იმაზე მეტი ლარი, ვიდრე საჭიროა. ამას აკეთებს ეროვნული ბანკი. ანუ რეალურად უნდა იბეჭდებოდეს და ემისია უნდა ხდებოდეს იმდენი ფულის, რამდენიც არის მოსალოდნელი ინფლაცია და GDP-ს ზრდა, ანუ შენი ეროვნული პროდუქტის. თუ GDP-ს ზრდაზე მეტი დაბეჭდე და საგრძნობლად მეტი იბეჭდება, ეს აისახება ინფლაციის ზრდას. განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, როცა ნაკფულს არ იგებენ ხოლმე. ახლა ნახეთ, გარკვეულ წილად აი ეს ემისია. განსაკუთრებით წელს არ დაიშურეს გიორგი ამ კუთხით. კი, ეკობა ეკონომიკას, ეს სხვადასხვა ეს ნაღდი ფული ირაკი. წელს ძალიან ბევრი ხარჯეს. განმარტავს, როგორი თავში ყვა არის ემისთვის რა ეკონომიკის და ინფლაციის. ხო და ანუ ეს საკითხი რომ განხილულიყო, მაშინ სერიოზული პრეტენზიები უნდა წარმოქმნილიყო ეროვნული ბანკის მიმართ და მის ხელმძღვანელობასთან და აბა ახლა დაჟე დაფიქრე, არ ვიცი, შეიძლება საერთოდ ვერც მოიფიქრეს მაგდენი, არ ვიცი. ან შეიძლება ვიღაცა ჭკვიანმა ურჩე, რომ რა შვე ბიჭო მე გამოვარო ბიზნესი კი არა, ჩვენ ყოფილვარ თურმე მთავარი პრობლემა იმისა, რომ ფასები გაიზარდაო ქვეყანაში ახლა. ბევრი ფული თუ დაარიგე, ის ფული უფასურდება. ეს ერთი. მეორე, ბევრი ლარი თუ დაარიგე, რა ხდება? დოლარი ძვირდება შესაბამისად. ახლა ძალიან გვიმართლებს, იმიტომ რომ ბევრი იმიგრანტი არის საქართველოში, რომელიც რუსეთიდან არის, უკრაინიდან, ბელორუსიდან შემოსული და ერიცხებათ მათ დიდი თანხები უცხოეთიდან. და სავალუტო შემოდინებები გვაქვს, მაგრამ ეს როგორც კი ჩავა და ნელ-ნელა იკლებს ეს ნაკადი, რო იცოდეთ, ისევე როგორც უცხოური ინვესტიციების ნაკადი. მაშინვე ლარის კურსი შეიძლება შესუსტდეს. ჩვენ არ გვაქვს ძალიან დიდი სავალუტო რეზერვები. ეს რას გამოიწვევს, ნახეთ, თუ ლარი გაუფასურდა, საქართველოში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი პროდუქციის უმრავლესობა არის
არის უცხოეთიდან შემოსული, ანუ იმპორტირებული. ის ბიზნესი აქ ნაყიდი დოლარებში ან ევროებში შემოტანილი აქვს საქართველოში, მერე დაახურდავს და ყიდიან ლარებში. თუ ლარი გაუფასურდება, ავტომატურად ფასი გაიზრდება. ამიტომ რასაც ეძახიან ეს ფულად მონეტარულ პოლიტიკას, ხო? ის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს არ განიხილეს. ანუ აიღეს და იფიქრეს, ვერ მიხვდება ამას, მაინც ხალხიო და პირდაპირ მოდი ბიზნესს დაუძახოთ და იმათ უთხრათ, თქვენ ხართ ცუდი ბიჭები და ჩვენ კაი ბიჭები და გოგოები ვართ რა. ეს ერთი რაც არ გააკეთეს და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ძალიან ბევრი მოსახლეობაში ამას ხვდება. მეორე, რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს. ფინანსთა სამინისტრო განკარგავს მილიარდობით ლარს ყოველწლიურად, ეს არის საქართველოს ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი კიდევ უფრო დიდი არის, მას შემადგენლობაში შედის მუნიციპალიტეტების როგორც თბილისის ბიუჯეტი არის და რაიონული ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები, ხო? ეს არის თანხები, რომლითაც კეთდება გზების შეკეთება, რომლითაც იხდიან პენსიებს, სადაზღვეო პროგრამით, ჯანდაცვის სადაზღვეო პროგრამით მედიცინა ფინანსდება. ხელფასები გაიცემა სხვადასხვა მიმართულებით და 1000 სხვა ხარჯი არის. აი სად როგორ გადართავ ამ თანხებს, მაგის მიხედვით შეგიძლია მშვენივრად აკონტროლო მეორე მხარე ეკონომიკის. ერთი მხარე მიწოდება ფულის, ეროვნული ბანკი აკონტროლებს. მეორე მოხმარება, რას ყიდულობ ამ ფულით. ყავს დიდი მომხმარებელი მყიდველი ქვეყანაში, მე და თქვენ კი არ ვართ და ბატონი გიორგი, ხო? გათია. ეს არის სახელმწიფო. ანუ რაში დახარჯეს ფული? რა იყიდეს ბევრი და რის გამო მოხდა ფასების ზრდა, ვინ გააძვირა, თქვათ, სახელმწიფო შესყიდველი კომპანიები და თქვათ, ვინც აწუდის ხო სახელმწიფო მომსახურეებს ტენდერებში, ვინც იგებს. ხო არ გააძვირეს მათი პროდუქცია წინა წლებთან შედარებით. რამდენჯერ გაუძვირ, ხო, აი მაგას ვიძახი, რამდენჯერ გაძვირდა სახელმწიფო შესყიდვები წინა წელთან შედარებით. აი გამომშა სხვათა შორის ტენდერების აი ტენდერები რაც არის, ეს ცალკე თემაა, მე მგონი ცალკე სალაპარაკო თემა, იმიტომ რომ გიორგი ალბათ ჩვენც გაგჩენია ხო კითხვა ჩემსავით, რატომ იგებს ერთი და იგივე კომპანია ყველა ტენდერს, ხო? არ მარტო ერთი და იგივე კომპანია რატო იგებს, კაცო, რატო იგებს ქართული ოცნების დეპუტატების ნათესაობა. მერის ბიძაშვილი, ვიტია ჯაფარიძის შვილი, ეს რა ქვია ამის ოზურგეთის მერის წოლის დაკალი და ასე შემდეგ და რატო გაუჩნდა თემად რა ქვია ესეთი ბიზნესის ნიჩი უწევს აიდან აღმოაჩნდათ ამ ადამიანებს როცა იყო რა ქვია სალსალი კალოში მოსიარულე იყო უწევ ამბობდა ტენდერები არის თუ არა ირაკლი ჩემზე უკეთესად ახსნის არის თუ არა ეს ტენდერები გაბერილი აი ზუსტად ბატონი გიორგი რასაც ამბობს, აი კითხვა დასვა ხო რა არის თუ არა ეს ტენდერები გაბერილი. რითი ვხვდებით ახლა ჩვენ არ ვართ მაგალითად, არც მე არც თქვენაც ბატონი გიორგი, მეგზევეები რომ გავარკვიოთ 1 კილომეტრი გზის დაგება უნდა დამჯდარიყო ვთქვათ 1,100,000 ლარი თუ 1,150,000. თუმცა ძალიან კარგად ვხვდებით როგორ იგებენ გზების დაგებაში თანხას. ნუ ეს თქვა ბატონმა გიორგი, ხო? კი ბატონო, ელემენტარულად რაიონში როდესაც ჩავალთ და ასფალტი დაგებულია მხოლოდ შუაში და დატოვებულია ხო გარშემო და ისევ მიწა არის და არცანი აღრევები არ არის გაკეთებული და მხოლოდ შუა ნაწილი ანუ მანქანა გვერდს არა უქცევს ისე აქვს ასფალტი დაგებული ფაქტის ახეზია რომ ის 20% ატკატი აკლია მაგას ანუ ნახეთ ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა ვთქვათ ვივარაუდოთ და ეს რომ ვარაუდი არ დარჩეთ ამისთვის ძალიან კარგად გვეხმარება აი მეცნიერება რაც თქვა ეკონომიკა რომელსაც საფუძვლად მათემატიკა უდევს და რას ვიძახთ ესე იგი მოიტანონ დადონ ნახონ ვთქვათ ბოლო 5 წლის განმავლობაში რა დაიხარჯა გზების მშენებლობაში რამდენად გაძვირდა ერთი და იგივე საქმის გაკეთება ხო ანუ თუ ბევრად გაძვირდა და რეალურად გეუბნებთ რომ ბევრად გაძვირდა. აღმოჩნდა რომ სახელმწიფო თვითონ ყიდულობს უფრო ძვირად და თვითონ არის ინფლაციის ერთ-ერთი წყარო სახელმწიფო ქვეყანაში. ბიუჯეტი ყველას დიდი მხარჯვერია. მე და თქვენ კი ვერ გავაძვირებთ იმ ბალს. ჯარისთვის რო ყიდულობს საკვებს იქ თუ კეთილსინდისიერი ტენდერი არ ჩატარდა პირობითად ვიძახი, ხო? პროდუქცია გაძვირდება ქვეყანაში, იმიტომ რომ იმ პროდუქციის მწარმოებელ ქარხანას აღარ უგულს იაფად ბაზარზე გამოტანა პროდუქციის ურჩევნია სახელმწიფო უწყებას მიყიდოს ძვირად. ასეთი რამდენიც გინდა მაგალითები არის, ანუ მთელი ვებერთელა პლასტი არის საკითხების, რომელიც საერთოდ განხილვის მიღმა დატოვეს, იმიტომ რომ არ აწყობდათ ამის განხილვა, მაგრამ ცოდნე ხალხმა ეს იცის.
მე სხვათა შორის არა მარტო მთავრობაზე მწყდება გული რო ეს არ გააკეთეს. ოპოზიციაზე ძალიან გული მწყდება, იქაც ძალიან დეფიციტი არის კვალიფიციური კადრების, ძირითადად ლაილაი კომპონენტები არის ორივე მხრიდან, ხო? რომლებიც არ გამოვიდნენ და კონკრეტულად არ მოითხოვეს, რომ აი მოდი დამიდე რა შარშან რამდენი დახარჯე კვებაზე და წელს რამდენი დახარჯე კვებაზე ბიუჯეტში. შენ ხوار გააძვირე საკვები საქართველოში გარკვეულწილად რა. რატო არ დასვა ეს არც ერთმა ოპოზიციის წარმომადგენელმა კითხვა? ალბათ არ ვიცი, ჩვენ რომ სვამთ ირაკლი კითხვებს პასუხობს ვინმე, როდესაც ვიწოვთ გადაცემაში მთავრობის წარმომადგენლებს მოდიან, არავინ არ მოდის და არავინ არ გვპასუხობს იმ კითხვებზე. ანუ ინფორმაციასაც არავინ არ გვაძლევს, აი მაგალითად რამდენი ადამიანია სოციალურად. ანუ მე მინდა რომ ახლა პატარა მაგის ანალიზიც გავაკეთო ბატონ გიორგის ვთხოვო მე რომ აი კომენტარი გააკეთოს მისი თვალიდან დანახული მაინტერესებს. ეს მთელი რიგი პრობლემებია, რომელიც გადაწყვეტადია და არ წყდება ჩვენ ქვეყანაში. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ფასების ზრდა, ხარისხიან გზების დარიგება, გრანტების სწორი გადანაწილება თუ მთავრობის მონაწილეობა სხვადასხვა ტელევიზიების ток-შოუში ხალხმა რომ ინფორმაცია მიიღოს. ჩემის აზრით ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან არ არის ინსტიტუციურად გამართული სახელმწიფო. ჩვენთან სახელმწიფო იმართება ერთი ადამიანის ვერტიკალით და ეს არ არის პრემიერ-მინისტრი. მე კი არა, ქუჩაში გადის ნებისმიერი ლუდით ხელში მდგომი ახალგაზრდა ბიჭი გეტყვით ვინ არის საქართველოში პირველი პირი. ეს ყველა მიცის რომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი რა და ანუ ამ პარლამენტის წევრებსაც, მთავრობის წევრებსაც და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხისმგებლობა ისეთი და რიდი ფორმალური ხელმძღვანელების. იმიტომ რომ იციან რომ ისინი ხშირად იცვლებიან არა მათი სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისრების შესრულება არ შესრულებით, არამედ ერთ ადამიანის გადაწყვეტილებით მას როგორ მიუტანენ ინფორმაციას და როგორ შეუფასებენ, ხო? ეს იწვევს იმას, რომ ეს პიროვნებები, ვინც არიან მთავრობაში სხვადასხვა უწყებებში, ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული აღარ მიიჩნევს თავს. არ მუშაობს იმისთვის, რომ უბრალო ადამიანს მოაწონოს თავი და მე არჩევნებით მოიგოს ისევ ხელისუფლების მოსვლის შესაძლებლობა. როგორც გიორგი თქვა, არჩევნები არ ტარდება ჩვენს ქვეყანაში. იცის რომ ისევ გააყალბებს და დაჯდება. შეიძლება არც გააყალბო, მაგრამ ნახეთ რა არის, კარგად იმუშავებს თუ ცუდად იმუშავებს. ის მთავრობაში იქნება თუ არა, მაგაზე არ არის დამოკიდებული. დამოკიდებული არის იმაზე, ქართული ოცნების ხელმძღვანელი და მისი გარემოცვა გადაწყვეტს ეს ადამიანი მოგწონს რომ იყოს მთავრობაში თუ არ მოგწონს და ამიტომ მისი საქმიანობა მიმართულია ერთი ადამიანის კეთილგანწყობას და არა საზოგადოებას. ახლა მინდა ბატონ გიორგის ვკითხო თუ რაზე გავლენას ახდენს ეს ფაქტორი საქართველოს ეკონომიკაზე და ყველა სხვა ფაქტორი. გიორგი, აქვე მინდა მე დაგისვა კითხვა. დაახლოებით შენ ძალიან კარგად იცი, 70,000-ზე მეტ ოჯახში ვარ, სოციალურად დაუცველთა ოჯახში შესული და რაღაც ჩემი სტატისტიკიდან გამომდინარე მინდა ვიმსჯელო, აი მთავრობის არარეალურ სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, ქვეყანაში არ არსებობს საშუალო დონე. მოსახლეობის თუ არსებობს არის ძალიან მცირე ნაწილი, არის მცირე ნაწილი ასევე მდიდრების და ძალიან დიდი ნაწილი ღატაკი ადამიანების, რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება, რომ საკვები და მედიკამენტი შეიძინონ. არიან პენსიონერები, რომლებიც არიან მხოლოდ პენსიაზე დამოკიდებულები და პენსიის იქეთ არანაირი შემოსავალი არ აქვთ და ამ პენსიონერებს, რომლებსაც უჭირთ, შესაბამისად, მათ შვილებსაც უჭირთ ერთ-ერთმა დეპუტატმა ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც ვკითხე რომ კითხვა დავუსვი უბრალოდ მცხეთაში რომ ვიმყოფებოდი რომ აი არსებობენ პენსიონერები, რომლებსაც არ აქვთ პენსიის იქეთ სხვა შემოსავალი თქო და იცით რა პასუხი გამცა რომ შვილები რისთვის ყავსო რომ მიეხმარონ. აი კონკრეტულ რამდენიმე ადამიანზე, როდესაც მცხეთაში ვიყავი და ვაჩვენე რეპორტაჟი და იცით ამ ქალბატონმა სიუჟეტში რა თქვა რომ ჩემ შვილებსო ჩემზე მეტად უჭირთო და ჩემი პენსიაო ხშირადო ამიღიაო და ნახევარი ჩემი შვილისთვის მიმიცია, იმიტომ რომ ზოგს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ზოგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მათ ვერ ეხმარებიან. მე ძალიან ბევრი პენსიონერი ვიცი და სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელიც აკეთებს არჩევანს მედიკამენტსა და წამალს საკვებს შორის. სამწუხაროდ ეს არის დღეს ჩვენი რეალობა.
სამწუხაროდ და როდესაც ირაკლი მისაუბრა, ვინც არიან ხო დღეს პარლამენტში, პარლამენტის წევრები, მინისტრები, დეპარტამენტები, მე მგონია რომ ისინი ზოგიც არის რა თქმა უნდა კომპეტენტური პირი, რომლებსაც არ უსმენენ, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ იქ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური პირია, ფილოლოგი შეიძლება იყოს ეკონომიკის სამინისტროში, რომელიმე დეპარტამენტის უფროსი და რომელიც საერთოდ ვერ ხვდება სად არის და რა საქმე უნდა აკეთოს და ასევე პარლამენტში ხომ ფაქტის ახეზია იმ სპორტსმენმა მე ვეთანხმები ირაკლის შეიძლება ძალიან მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ ჭკვიანიც იყოს, მაგრამ აი ის საჭიროებები, რაც პარლამენტის წევრს უნდა ჰქონდეს და ის მიზანი და ის სწრაფვა ხალხისთვის დახმარების კუთხით ჩვენს პარლამენტის წევრებს ეს არ გააჩნიათ. მე ვხედავ ხოლმე ინტერნეტ სივრცეში, რომ ნაირ-ნაირ ფოტოებს აქვეყნებენ პარლამენტის ტრიბუნიდან, თითქოს რამის გამკეთებლები არიან, მაგრამ როდესაც ბატონმა გიორგი ლომიამ პარლამენტში წაიღო სოციალურად დაუცველების კადრები, ჩემი გადაღებული და ერთ-ერთი ქალბატონი იძახდა, გარდაიცვალა სამწუხაროდ ისევ ისეთ გაჭირვებაში, რომ თქვენც დაბერდებით და არავინ არ იცის როგორი სიბერე გექნებათო, არც ერთ პარლამენტის წევრს არ გაუკეთებია კომენტარი აი იმ გაჭირვებულ ადამიანების კადრებზე, რომელიც ქალბატონმა ირმა ინაშვილმა და გიორგი ლომიამ მიიტანა პარლამენტში და დიდ ეკრანზე გაუშვეს. სამარცხვინოა უბრალოდ დღეს რასაც ვხედავთ ადამიანები ნაგვის ბუნკერებში იქაქებიან რომ რაღაც იშავან და უფასო სასადილოებში ამხელა რიგები გვაქვს და პურნახევარზე და ორ პურზე მიდის ხოლმე ჩხუბი და დავიდარაბა და ამას ვერ ხედავს კობახიძე გამოდის ურცხვად და გვეუბნება რომ ხორც იღირს 10 ლარი სად ცხოვრობს კობახიძე მაინტერესებს რომელ პლანეტაზე ცხოვრობს ხო, ნათია რა არის ხშირად ჩვენი ძვირფასი ქართული ოცნების პარლამენტარები მე იმაშობიან ხოლმე დებენ რაღაცებში, აი ცხვირწინ წამომიფრიალებენ ხოლმე ფრანგულ ფრანგებიც იქეკებიან ნაგავში, ის ფრანგები არ იქეკებიან. იცი ალბათ შენ კლოშარების კასტა საფრანგეთში, რომელიც ძალიან ამოუცნობი ფენომენია დღემდე, ხო, აი მოყოლებული თქვა და ეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე, კვაზიმოდოდან მოყოლებული ვიდრე დღემდე, არ ვიცი ვინ არიან ეს კლოშარები, არადა ფენომენია ესეთი, მათ სოციალური სტატუსი გააჩნიათ სხვათა შორის. და ისინი იღებენ სახელმწიფოსგან, შეიძლება ან ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ მე მინდა დღეს გავხდე კლოშარი, იმას დაარეგისტრირებ როგორც კლოშარი და იცხოვრებს ისე, როგორც მას უნდა ქუჩაში და მივადა ფულსაც სახელმწიფოსგან მიიღებს ფულს. საკმაოდ სხვადასხვა სულაც არ არიან სოციალურად დაუცველები საქართველოსგან განსხვავებით. კი ბატონო. ეს ერთი და მეორე. ირაკლი რა აი ჩემი გადმოსახედიდან როგორ ჩანს ერთ პატარა მაგალითს რა გავლენას ახდენს და ეხლავე გეტყვი. უყურე, როდესაც ბენზინი გაძვირდა საფრანგეთში, ესპანეთში, ნუ ევროპის ტერიტორიაზე, მას მე რაც ორმუზის სრუტე ჩაიკეტა, ხო და ომია სწორედ ეკონომიკის სამინისტროებმა და ფინანსთა სამინისტროებმა პრემიერ-მინისტრებთან ერთად და დეპუტატებთან ერთად ასამბლე ნაციონალში და სენატში და ვებაში რა ქვია პარლამენტის ქვედა პალატაში შეკრებები და აი დიდი მუშაობა ჩაატარეს იმისთვის რომ ბიუჯეტის გადანაწილება გაეკეთებინათ მიმიხვდები რასაც ვამბობ იმისათვის რომ ბენზინზე აქციზი დაეციათ. უბრალოდ აქციზია ხო გადასახადია რომელიც შემოდის ბიუჯეტში და აქციზი ავსებს ამ ბიუჯეტს. მე რო ეს დავციო სადღაც ჩამივარდება ის ხო? ამათმა გადაიანგარიშეს, გადათვალეს კოლოსალური ეს იქიდან წამოიღეს ის ფული რომელიც თქვა არ ჭირდებოდა დაუშვათ პრეზიდენტის ვიზიტს პრივატული ჯეტით იმაში რა ქვია ერევანში და შვენივრად ჩაფრინდებით რა ქვია ჩვეულებრივი თვითმფრინავით და უფრო გაცილებით ანუ გაწონასწორება მოახდინეს ბიუჯეტის იმისათვის რომ ფრანგ მოსახლეს და ფრანგ მოქალაქეს ეს არ დაწოლოდა აბუზად ხო სადაც ვერ მიწვენ ახლა ფერმერებისთვის რა გააკეთეს დანამატი გააკეთეს, ანუ ფერმერი ძირითადად სალიარკაზე მუშაობა, ხო? მოიხმარს ბენზინსაც და სალიარკო უფრო მეტი ტრაქტორის სალიარკაზე მუშაობს, ხო?
ის განსაკუთრებით სალიარკა გაძვირდა ემაში, რა ქვია, მაზუთი გაძვირდა, ანუ ქართულად მაზუთი ქვია, ხო, სალიარკას. გაძვირდა და დანა 20 ევროცენტი დაუმატეს ემაზე, რა ქვია, ლიტრზე შესყიდვის იმისათვის, რომ შეისყიდო. აი უყურე იმისათვის რომ მე ეს ყველაფერი ირაკლი პროდუქციაზე არ აისახოს და აი სუპერმარკეტში რომ შევა და ან აპტიაკში რომ შევა ფრანგი მოქალაქე მას ეს მის ზურგზე არ გადაიაროს იმიტომ რომ ის ისედაც გადამხდელია ბიუჯეტში აი ჩვენი თივსება ხო მოქალაქეებით თივსება ხო უყურე სულ რაღაცა 2 კვირის წინ საფრანგეთის ხელისუფლებამ პარლამენტმაც და თვითონ მთავრობამაც საფრანგეთის საზოგადოებრივმა უწყებელში შეიყვანა საპარლამენტო კომისია. რატო იცით? მან თქვა რომ ბიჭო, ეს რა ქვია, ბიუჯეტიდან კი არ ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის ხალხის ფულით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელია და ჩვენ ეჭვი გვაქვს, იქ იყო რაღაც რეპორტაჟები, რომელიც კერძო ტელეკომპანიებმა გააკეთეს, რომ კანის ფესტივალზე რაღაცა გადახარჯვები ქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეხლა შენ წარმოგიდგენია, რომ ვინმე შებედოს და ვასიკო მაღლაფერიძეს ან თინა ამას რა ქვია, ბერძენიშვილს შეუყვანოს, სახელმწიფომ შეიყვანოს ესა რა ქვია, კომისია იმისათვის და ძალიან ბევრ სხვათა შორის მოძრაობა ის არის ემაში რა ქვია, საფრანგეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეხლა მეც დამკითხეს, იმიტომ რომ ეს რადიო ფრანსის საზოგადოებრივ მაუწყებელია, ხო? ხო, აი ყველა გამოგკითხეს და იყო ესეთი რაღაც, ხო? აი ყველაზე მთავარი ირაკლი რაზეც მე მინდა გავამახვილო ყურადღება ტენდერები, აი შევთქვი რომ ტენდერები აძვირებს. უყურე ჩვენთან ტენდერების გამოცხადების დამახინჯებული ფორმა არის შემოტანილი. მე და შენ წარმოგიდგენთ რაღაცა მე ვწერო 1 ცენტით ნაკლები შემოგთავაზე სახელმწიფოზე სახელმწიფო მომწამე გამარჯვება მიუხედავად იმისა რომ შენი ტენდერი და შენი მიწოდებული ესა რა ქვია პროგრამა გაცილებით უკეთესია საფრანგეთში და ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულება გთხოვს ჩვენ ამას ხალხო რომ ტენდერების გამოცხადების წესი შევცვალოთ, შრომის კოდექსი შევცვალოთ, ესა რა ქვია ეკონომიკის სფეროში კანონმდებლობები შევცვალოთ, 1000 რამეს გვავალდებულებს და არაფერს არ ვაკეთებ. ევროპაში, საფრანგეთში ესე არ არის. მე აი იმ ტენდერზე კარგად მორგებული აი კომფორტული ეს უნდა ეს ტენდერი პირობები უნდა წარმოვიდგენ. შეიძლება ეს რაღაც მომენტში გაცილებით ძვირი იყოს, ვიდრე შენს მიერ რა ქვია წარმოდგენილი, მაგრამ მე რომ მოვიტანა ესა რა ქვია ეს დაუშვათ ეს USB-ს გასაღები ხო და გემოვსკენი ეს ჩემი USB-ს გასაღები შეიძლება ღირს 15 ევრო ამ წუთში და შენ თავაზობ მე 5 ევრო მაგრამ ამის გარანტია არის 25 წელი და მე არ დამჭირდება რომ ყოველ 2 წელიწადში რატო არის ნათია როცა ჩვენ ხედავს გზებზე რომ შარშან დააგეს წელს აიყარა რატო არ არის საფრანგეთში რომ შარშან დააგეს და 25 წლის მერე იაგებენ მეორე ხო იმიტომ რომ სტანდარტები არის თავის ამაშია ჩვენი პრობლემა და ეს აძვირებს მე εμას რა ქვია ყველაფერს გამოაცხადა ტენდერი შეასრულეს ჩვენ მიღების კომისიაც არ აქვს კაცო ამ ტენდერების მიღების სტანდარტები არ აქვს და კომისია არ აქვს ვინ იღებს ამ ტენდერს მიიღო გადააგო გადაიარა წავიდა ხო გავიდა 6 თვე იყო არასწორად დაგებული უხარისხოდ დაგებული და ხელახლა გამოსაცხადებელი ტენდერი ისევ იმან მოიგო ამაშია ეს ყველაფერი და აქ მარხია ძაღლის თავი რაზეც ირაკლი ლაპარაკობდა ეს აძვირებს ყველაფერს ნათი. ნახეთ. აი ეს არის ჩემი ხედვა აქედან. კი ბატონო. ბატონ გიორგი, ესე იგი, რაც შეეხება კონკრეტულად ტენდერების თემას, მინდა გაგიმხილოთ ერთი სქემა, რომელიც აპრობირებული არის ამ შემთხვევაში. პირობითად, რომელიმე სამინისტროს ჭირდება ტრანსპორტის შეძენა. ტრანსპორტის შეძენა რატო ჭირდება ახლა, რომ A წერტილიდან B წერტილში გადაადგილდეს. თქვა პოლიციას ჭირდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ყველას ჭირდება სხვა უწყებებს, ხო? იქ რა უნდა იყოს ტენდერში მითითებული, უნდა იყოს მითითებული თუ რამდენი მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს ავტომობილს, რა სისწრაფის განვითარება უნდა შეეძლოს თუ ეს პოლიციურია და ადევნებისთვის არის საჭირო ვთქვათ. ამ ვთქვათ რა წონის თუ ეს სოფლის მეურნეობისთვის არის გამოყენებული, ხო? ეს უნდა გამოცხადდეს ესეთი მარტივი ფართო სტანდარტებით და მე მოვა რამოდენიმე კომპანია და იქ Toyota შემოგთავაზებს ვთქვათ პირობითად ვიძახი 24000
იქ Hyundai 22,000, შეიძლება ვიღაცა შემოვიდეს კიდე სხვა კომპანია და 17,000 შენ გირჩევნია 17-ად იყიდო და აიღებ რა თქმა უნდა. მაგრამ დებენ კონკრეტულ ესეთ მახასიათებლებს. ძრავის მოცულობა უნდა იყოს 2 და 4. აი რატომ ვერ გავიგე? ზოგიერთი მანქანა მძიმეა და 2 და 4 ვერ კაჩავს იმას და პირიქით ზოგიერთი ძალიან მსუბუქია და 2 და 4 ზედმეტი. ანუ წერენ რომ საბურავი უნდა იყოს ამა და ამ სტილის, ვთქვათ, ის ხელსაწყო ასეთი, ანუ პრაქტიკულად ერთ კონკრეტულ ავტომობილის მოდელს არგებენ ტენდერს და რა ხდება მერე? სურო შუაზე გასკდეს პირობითად ვიძახი Toyota და Kia, მაინც Hyundai-ს დარჩება ეს ტენდერი. მე ბოდის ვუხდი ამ კონკრეტულ კომპანიებს არ ეხება, მაგალითად მოვიყვანე რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ მათი ავტომობილების მახასიათებლები უბრალოდ არ უდგება ამ კონკრეტულ მაჩვენებლებს. ეხლა ეს რო არ ძალიან რო არ ყვიროდეს ბაზარზე და სხვადასხვა ოპოზიციამ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზე რო არ ატეხონ, რასაკეთებენ? ერთი იგივე კომპანიის წარმომადგენლები ხსნიან რამოდენიმე შპს-ს შედიან ტენდერში და ფურცელზე ჩაასწრო რომ შევიდა ალიკო, ნინიკო, გიორგი და დათო და 4-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გამოვიდა დავითი. და ყველაზე კარგი ფასი შესთავაზა სახელმწიფო არა და სიამდვილეში დავითი შეიძლება იყოს სიამდვილეში ყველაზე ძვირიანი, იმიტომ რომ ეს დანარჩენი ფასები სუფთა ფიქცია იყო. როგორც წესი, ასეთ კონკრეტულ ეს შეიძლება ვრცელდებოს არ მარტო ავტომობილზე, უამრავ სხვადასხვა პროდუქციაზე, რაც სახელმწიფო ყიდულობს, ხო? ყველა ასეთ უცხოურ კომპანიას ყავს ერთი წარმომადგენელი საქართველოში. და აი ამ ერთ კომპანიაზე არის მერე მორგებული და იქ ხდება მერე აი ეს გემრიელი გარიგებები. ანუ ესეც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რომელიც გადაჭრაც შესაძლებელია. ჩვენ გვყავს საქართველოში საკმაოდ სერიოზული შესყიდვების სპეციალისტები, რომელიც გამოიზარდნენ სხვადასხვა უწყებებში, მაგრამ ეს ხომ სპეციალისტების დონეზე არ წყდება, ეს ხომ ყველა ეს პოლიტიკურ დონეზე და მაღლა წყდება, ხო? სამწუხაროდ ეს უყურე მე მეორე მომენტი. ევროპა და ევროპული დემოკრატია, სხვაჟოს ამერიკული დემოკრატიაც დგას ეკონომიკა დგას საშუალო და მცირე ბიზნესი. კარტელები პრაქტიკულად დაუშვათ იგივე ოშანი, ლიდლი ჩვენი მისგან რა ქვია ორი ნაბიჯისგან და ნიკორასგან განსხვავებით რასაკეთებენ იცი რომ ყველი ამ ფერმერთან შეუკვეთა ესა რა ქვია ხორცი იმ ფერმერთან შეუკვეთა რომელიც საშუალო და დაბალი ბიზნესის წარმომადგენელია ხო ჩვეულებრივად აი ჩვენებური გლეხებისგან შეიძინა ეს ყველაფერი გლეხური კოოპერატივებისგან და აი იმით გაავსო ეს რა ქვია შეიძლება შენ ნათია და როცა ევროპაში მოხდები დააკვირდე რომ თქვა პარიზის ოშანში ცოტა სხვანაირია ხილი და დაუშვათ ლილში რო ჩამოყვა სხვანაირი იმიტომ რომ ადგილობრივი მეწარმეებისგან ყიდულობს ის ამ ყველაფერს და არ არის მონოპოლიზირებული და ცენტრალიზებული შეიძლება მონოპოლიზირებული იყოს იმის რა ქვია ამარეტოს ან ყავა εμეს რა ქვია ჯაკობსის შემოტანა მაგრამ დანარჩენი პროდუქტი რაც არის ხორცი რაღაცა ძეხვეული და ასე შემდეგ ხილი კარტოფილი არის ადგილობრივი მოსახლეობისგან ადგილობრივი წარმოებლებისგან შემოტანილი ჩვენ და რა ხდება ირანიდან შემოაქვს კაცო პიტრივო გადავირია ეს რა და პამიდორი შემოგვთ თურქეთიდან ჭოპორტი მიქონდა ჩემ ბავშვობაში პამიდორს ხო ლაგოდეხიც ხო აი მაგალითად ლაგოდეხი კაცო ლაგოდეხში მე ძალიან ბევრჯერ მინახავს რომ ტომრებით გადაყარეს ბადრიჯანი კიტრი გაფუჭებული და ტირო და გლეხი რომ აი ამდენ შრომობ ამდენ სწავლობ და ჩემ შრომას დაფასება რა ვიცი რა გიორგი ვერ წამოიღებს თავისი ხარჯით ამდენ კიტრს ამდენ ბადრიჯანს ჩვეულებრივი გლეხი ზოგს მანქანაც არ ყავს აი ეს დიდი მანქანები რომ წამოიღოს აი სწორედ აქ უნდა იყოს ხელშეწყობა სადისტრიბუციო ფირმა იმიტომ არსებობს რომ მას ყავს მანქანაც მას ყავს ესეც მას ყავს ისიც და მივიდა იმ ფერმერთან და წამოიღო ესა რა ქვია იმას ხელშეკრულებაა გაფორმებული ფერმერებთან და გლეხებთან ამიტომ არ ეხა შენს გეყოლება იმაში რა ქვია Facebook-ში ჩემი მეგობარია დოდო ბრატულიჩი რომელიც ფერმერია ძალიან კარგი გოგოა არ ხვევს ამ მოჯადოებულ წრეს და ვერ გაარღვევს და გიძულებული გახდა რომ აი თბილისში უბან იაროს და თავისი მანქანით ყიდოს ეს ყველაფერი
საცოდაობაა ეს ყველაფერი. საცოდაობაა ეს ყველაფერი. 5 წუთი გვჭირდება გადაცემის დასრულებამდე და მე არ შემიძლია არ ჩავეხო ფარმაცევტულ ბიზნესს. დღეს საქართველოში ცუდად არ უნდა გახდე. არც ვირუსი არ უნდა შეგხვდეს, არც უნდა გაცივდე, არც სხვა პრობლემა არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ვიტამინიდან დაწყებული, ჩვეულებრივ გაციების ჩაით დამთავრებული ყველაფერს აქვს ცეცხლის ფაზი. აი მაგალითად შედიხარ აფთიაქში, როდესაც ვირუსი გაქვს, განსაკუთრებით მაშინ საუბრობ, იმიტომ რომ ყველა ოჯახის წევრი ცუდად არის. აფთიაქში უნდა დატოვო, აი დაუშვათ 4 ადამიანია ხო სახლში ცუდად, მინიმუმ 500 ლარი. ანუ ცუდად არ უნდა გახდე, მე ამას არ ვაჭარბებ. მართლა გეუბნებით, პირადად ჩემს მაგალითზე გეუბნებით. ახლა ბავშვებს ჰქონდათ ვირუსი და ჩვენც ცუდად ვიყავით. დაახლოებით, აი ეს ერთი კვირის განმავლობაში მარტო 4 ადამიანზე, 2 ბავშვზე და 2 მოზრდილზე ხო, მე და ჩემს მეუღლეზე 1000 ლარი დავხარჯეთ მხოლოდ გაციების მედიკამენტებზე. მართლა არ უნდა გახდეთ ცუდად, იმიტომ რომ წამალი მქონდა პრეცედენტი თბილისში ვიყავი ჩამოსული, გავცივდი ყველაფერი, ვებავსკედი რა ქვია, გამოიღა არაფერმა არ მიშვა, მე მგონი პლაცებოები ეს ყველაფერი, ისრაელიდან მოფრინავდა ჯერ მეგობარი ჩავამიტანა წამალი, აეროპორტში დავლია სანამ მივედი ზავრე უკვე კარგად ვიყავი, ხო? ესეც ის არის, ხო? თან ორჯერ თუ სამჯერ იაფი გადაიხადა ემაში რა ქვია. საფრანგეთში წესია და ევროპაში წესია. როცა მე საუბრობდა ირაკლი საუბრობდა დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს ამ ამას რა ქვია ბაზრის და ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა უნდა მიხედოს ამ ყველაფერს რომ კარტელური შეთანხმები საქართველოში ფარმაცევტული მაშინ რა ქვია კომპანიებში არის აბსოლუტურად კარტელური შეთანხმება ყველა ემაში რა ქვია ყველა სეგმენტში ხო ვინმეს ფეხს შეადგმევინებენ ფარმადეპოს და PSP-ს და იმის გარდა არა თვითონ ამზადებენ აქ თავიანთ ქარხნებში მედიკამენტებს თვითონ ადებენ შემდეგ შესაბამის ფასებს. მოდით, მარტივ გამოსავალს. ირაკლი, კი ბატონო და შემდეგ შევეჭამ. ახლა რახან ამ თემას შეეხეთ, მარტივ გამოსავალს შემოგთავაზეთ. ლაკმუსის ქაღალდივით იყოს, თქვათ, მთავრობისთვის. დღეს ვიცით, რომ 3 მსხვილი კომპანია არის საქართველოს სააფთიაქო ქსელში შესული, მათზე მიბმული ფარმაცევტული წარმოებელი კომპანიებით. გამოაცხადოს მთავრობამ ღია წინადადება, რომ ვთხოვთ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს გავაკეთებთ შეღავათიან სადაბეგრო რეჟიმს გარკვეული პერიოდით და მობრძანდით, გახსედით და შემოდით და მიიღეთ მონაწილეობა გახსენით თქვენი კომპანიები. ნახეთ როგორ გაიაფთება წამალი საქართველოში. აბა გაბედონ. ხო ვეუბნებით, თუ არ გაიაფთება წამალი საქართველოში ну არ წეს იქნება ეკონომიკის წესების დარღვევა მთელ მსოფლიოში არ არსებობს მაგრამ აი ეს ხომ მარტივი მაგალითია რა თუნდაც ბიზნესის დაბარება პარლამენტში თვითონ შეუძლია ძალიან მარტივად შემოიყვანონ კონკურენცია გაზარდონ და უმარტივესად აღარ მოუწევს სიმსივნით ავანტყოფის პატრონს თურქეთში ფულის გაგზავნა რომ ახლობელმა იქიდან ორჯერ უფრო იაფად წამალი ჩამოუტანოს ვიდრე ჩვენთან თან არ დაგვამიწყდეს გიორგი რომ წამალი არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან აი უყურე დათი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მე რო შევედი მე ვიყავი ექიმთან ჩვენ გვაქვს ესეთი სოციალური დაზღვევის ბარათები რომელიც სავალდებულოა საფრანგეთში აი კარტალი ქვია აი ამაზე აქვს თავისი ჩიპი ჩვენ სახელმწიფო თუ მუშაობ თუ არ მუშაობ მე სახელმწიფო 100%-იანად მიხდის ამ ყველაფერს და მე რახან მუშაობ 40% სახელმწიფო იხდის იმიტომ რომ მე ეს რა ქვია გადასახადების გადამხდელი ვარ დანარჩენი ვარ დაზღვევის სადაზღვევო კომპანიაში რომელიც ის 60% იხდის მე როდესაც მივდივარ ექიმთან ექიმს ვაძლევ აი ამ დაზღვევის ბარათს ექიმი ჩადებს ამის აპარატში გაატარებს მე ექიმს ავუხდი არაფერს წამოვედი გავომიწერა ეს რა ქვია წამლები მივედი აფთიაქში აფთიაკარმა ჩადო ეს ყველაფერი მაშინ რა ქვია აპარატში წაკითხვის აპარატში და მე მომწეს გამოვიტანე ყველა წამალი უფასოდ ნათია წარმოგიდგენია აი და საქართველოში მე მაგალითად აი ყოველ თვე ის რასაც შენ ამბობ ყოველ თვე მიწევს ჩემ ექიმს დავაწერინო ძალიან ბევრი რეცეპტი ჩემთვის იმისაც რომ ვიყიდო და გამოუგზავნო საქართველოში ჩემ ახლობლებს გასაგებია იმიტომ რომ წამალი რომელიც აღის евро და 50 თბილისში მას ერთ იმას ლისტს რო ეძახიან კი
კუთს არა, ლისტზე გეუბნები 90 ლარატი. კი ბატონო. აჰა, მეტი რა თქვინდა ფასების გაძვირებაზე ამოიწურა საუბარი. ჩვენი გადაცემის დრო, დიდი მადლობა გიორგი, რომ გვერთვებოდი და მოიცალეთ დღეს ჩვენი გადაცემისთვის. გიორგი ფოფხაძე, მოდით. უთხრათ საზოგადოებას, რომ გიორგი ფოფხაძე იყო პირდაპირ ეთერში. მადლობა თქვენს ნათია და მადლობა მაყურებელს. დიდი მადლობა, მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვმუშაობთ თქვენთან ერთად, ნახვამდის.